მოხდეს უკვე ამ კადრების შემდეგ, რომ თქვენ როგორ აფასებთ ამ კადრებს? რაიმე სიახლე თუ იყო თქვენთვის ამ კადრებში? მოგესალმებით, მოგახსენებთ, ეს იყო რა თქმა უნდა შევზარავი კადრები, იმიტომ რომ მე ისედაც მქონდა წარმოდგენა ექსპერტიზის დასკვნას, რომ გავეცანი იმის შემდეგ თუ რა მდგომარეობაში იქნებოდა ჩემი შვილი ზურა ბაზაგაშვილი. მაგრამ თვალით რო უყურებ ექსუს ხო იყო ეს, მე ვფიქრობ, გადავალ პირდაპირ კადრებზე რა. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ისევ განმეორებით ის, რომ დაბნეულობა და შეიტანოს საზოგადოებაში, ერთადერთი იმის თუ ამ კადრებს მე ვფიქრობ, რომ არის ორი მიზანი ქონდა მას. ერთი, რომ ჩვენ დახეთქილი გულები ბოლომდე დაგვიხეთ ქონდა, ბრძოლის უნარი აღარ გქონდეს და მეორე, რომ როგორც ადრე აცხადებდნენ, ვითომ ებრძოდნენ მართა კრიმინალებს და ეს იყო მორიგი, ისევ იარაღების ჩაწყობა და საზოგადოებას რო შევუქმნა ესეთი იმიჯი, რომ ეს ჯგუფი იყო კრიმინალების ჯგუფი. სინამდვილეში რა ხდება ჩემი შეფასებით და ასევე მე მაშინვე გადავეცი ეს კადრები ექსპერტებმა იმუშავეს და წუხელ მოვიდნენ და ექსპერტებმა გამოცეს ასეთი დასკვნა. ამ ორი რამის გარდა რა მიზანსაც ემსახურებოდა ამ ორი კადრების გაშვება გამოვიდა პირიქით. წინა ძიებაში აცხადებდნენ, რომ ბოძეს შეჯახების შემდეგ სროლა არ განხორციელება. ამ კადრებში ჩანს სრული ვერსია, არ ვიცი ნანახი გაქვთ თუ არა, 51 წუთიანია, საცა მანქანის გარშემო სავსეა მასრებით და თვითონ მანქანის შიტოხთან, ასევე მარჯვენა მხარეს ჩანს დაყრილია მასრები, ხო? იხილავთ ალბათ ამ კადრებს ბოლომდე ყველა და დაინახავთ ამას, რასაც მე ვიძახი ახლა, ეს კადრები იქნება ამის დასტური და ამ კადრებმა დაადასტურა კიდევ ერთხელ, რომ ეს იყო განზრახ-მკვლელობა და განხორციელდა ზურაზე საკონტროლო გასროლა, თორემ მარჯვენა მხარეს იყო კედელი, არავინ არ იდგა, კედლიდან მანქანა იყო დაცილებით შეჯახების შემდეგ 50-60 სანტიმეტრი და მე მგონი ყველა ვიხილეთ წინა კადრებში, რომელ კადრებსაც თვითონ ავცელებდნენ, რომ კედლის მხარეს არავინ არ იდგა და კედელი იყო 2 მეტროვანი, შეიძლება მეტიც. ეს არის მტკიცებულება კიდევ ერთი იმის, რომ კიდევ ვიმეორებ, რომ ეს იყო განზრახ-მკვლელობა, რომ მანქანის გარშემო მასრები, ესევე გადავიდეთ იარაღების ამოღებაზე. თვითონ იმ სიჩქარის იმასთან, იჩქართან გვერდზე ჩაწყობილია მასრები, საცა ექსპერტები იძახიან, რომ იქიდან ამოღებული იარაღების არც ერთის მასრას არ ემთხოვაო. ამას უნდა დამეტებითი ექსპერტიზა ამ მასრებზე. დანარჩენი ხო, რაც ვიხილეთ, ხო? აი ამაში მე ვთვლი, რომ ექსპერტიზა ამის გარდა საჭირო არაფერი. მანქანა ვიცით, აგერ არის სახეზე კიდევ იქ არის შინაგან საქმეთა სამინისტროში რა მდგომარეობაშია. წინა კადრები ვიხილეთ, როგორ იყო შეთითხდილი და ასე შემდეგ. რაც შეეხება ახლა შიგნით იმის მდგომარეობას, რომ წინა იმაში დეთის კვალიც კი არ არის აღმოჩენილი, რაც ბატონ სოზარმა რო ჩაატარა ალტერნატიული ექსპერტიზა და ამ შემთხვევაში არის ერთი ძალიან სერიოზული დარღვევა ამაში, რომ ამ კადრების ვიწოდებელმა მე დაახლოებით ხვდები ეს იგივე ხრიკია, რაც კადრებით წარმოადგენეს ბუტა რობაქიძის ამბავზე, რომ რა იქნა დანარჩენი კადრები. ჩვენ ვითხოვთ იმ წინა კადრებს, გვაჩვენონ ის წინა კადრები, შეიძლება ბიჭები მართლა ისროდნენ, გვაჩვენონ რა, დაამტკიცონ ეს, რომ მანქანიდან იყოს სროლა განხორციელებული. ეს ხო დაახლოებით აღარც ფუთურიძე ნახევარი საათი ეკდომ მიწაზე, კრიმინალისტებს დამთავრებული აქვს, თვითონ მანქანაზე ჩანს, ხო? ყველა ნატყვი არის დამუშავებული და იმის შემდეგ ხდება ამ კადრების გადაღება? არა, აი მანამდე რაც იყო კადრები. ესე ძალიან მნიშვნელოვანია, გვაჩვენონ ეს კადრების და მოსახლეობამ დაინახოს, რომ ეს ჯგუფი, ეს ბიჭები მართლა კრიმინალები იყვნენ, თუ შემთხვევით ჩაწყდეს. ესე იგი, თუ განზრახ-მკვლელობა იყო, ამას მერე თვითონ გამოძიება დაადგეს, არა ის გამოძიება, როგორც მაგათ ჩაატარეს და თუ ეს კადრები მაგათთვის მნიშვნელოვანი იყო და წინა კადრები არ არის უფრო საშინელი, ხო? მაშინ რატო არ გვაჩვენებენ იმ წინა კადრებს? რატო არ გვაჩვენეს, როგორც ბუტა რობაქიძის ამბავზე წლების მანძილზე საზოგადოება ითხოვდა, ყვიროდა, რომ ეს იყო განზრახ-მკვლელობა, ესევე ჩემ ამბავზე, რომ ზურა ბაზაგაშვილის, რომ ეს იყო განზრახ-მკვლელობა. წამოეღვით, გვაჩვენონ ეგ კადრები, რომ დაიწყო სროლა, ბიჭებმაც განახორციელეს გასროლა და მერე იქამდე დაჯახებამდე რა ხდება?
ის წინა რომ გაჩვენეს ის ამონაჭერი იმ კადრების და მონტაჟი ხო ამას ჩვენ არ ავჭართ ბატონებო ეს არ გამოვათ დაგვიტყვით თუ გვერდიდან ესროდეს სახურავზე როგორ იყო ნატყვიარები იმ დღეს რომ განცხადება გააკეთა იმას ვინც ხელმძღვანელობდა მაგის გვარის გახსენება აღარც კი მინდა ფირცხალავამ რომ თურმე ელიავა და მოვიყვანეთ მუშებიო დავშალეთო და ისევ ავაწყეთ და ჩავსვით სხვა მინაო ბიჭო ეს ხო კიდევ ამ კადრებსაც ჩანს რომ უკანა საქარემინა რა მდგომარეობაში ხო და ვინახეთ რომ ორი ნატყვიარია მარტო უკრიდა შესული ხო ეს არის მეორე ამომტრეული და იმ მომენტში ხო აგერ არის გაჩვენეთ არაერთხელ აგერ ამავს ეხლაც რომ როგორ არის მთელი და მე საქმეში როგორ არის ორი კვირის შემდეგ ასევე მინდა შევეხო წინა გამოძიებას მთლიანად არის გაყალბებული ამ გამოძიებას გამოადგება ამ კადრებიდან ის რომ ეს მასრები გარშემო სუ მანქანის გარშემო რა უნდა ამ რაოდენობის მასრებს ასევე შიგნით ჩაყრილი მასრები არაჩანს იმ რაოდენობით, მაგრამ დასკვნაში უწერიათ რომ ამოიღეს 14 და 14-ივე გაიარა უკანე საქარა მინაში. და ასევე იარაღის რაოდენობა გამოდის აქ უკვე წინასთან შედარებით 5, არამც თუ 4, ხო? 2 ამოუღეს თვითონ ხუბულობს, 1 უვარდება ფუთურიძეს, 1 კარებს აღებენ და უკანა სიდენიაზე დგას და იღებენ კიდევ ზურასგან. დავთვალოთ, ეხლა ხო გამოდის 5, ვერ გავიგეთ რა. გაგვაგებინოთ სიმართლე არის იმ კადრებში, რომელიც თავიდანვე გახსოვთ, ყველასთვის ცნობილია და ყველა ტელევიზიებშია ეს, როგორ იწყება სროლა მანქანის მიმართულებით, ჩანს იქ ჯიპი, იმ ჯიპის პატრონიცით ვინ არის და რატო არ არის ცააძერო იქიდან იმაშვება იარაღით ხელში და გარბის აქეთკენ სინამდვილეში ჩვენ ვიცით რა სურათიც იყო და ამის თვითხველები არსებობს და ჩვენ ამ თვითხველებს უამრავი ყავს კიდევ მოწმეები რომელსაც შეგნებულად ბოლომდე ჯერ არ ვასახელებთ იმიტომ რომ ველოდებით პროკურატურის მოქმედებას პროკურატურაში ძიება მიდის ნელი ტემპით და ამიტომ იქ არის კიდევ ძველი უამრავი თანამშრომელი რომელებმაც გააყალბეს ეს საქმე ეს არის ჩამოგითვით თეგის ხარებავა შაქრო ზაალიშვილი ის ბესო თხერიძე რომელიც ახლა ქალაქის პროკურორის მოადგილეა იქ არის ნიკაფაძე კახა ეს არის ლაცუსბაია ვალერი ახლა რომელიც კიდევ ის არის ისასამგორის პროკურორის მოადგილე და ამ ეს კადრები ეს ვინ ძველად მუშაობდა და ვისი გაყალბებულიც არის ხო მე ვთვლი და სერიოზული ეჭვმას და ეჭვის საფუძველიც ვექნება რა თქმა უნდა რომ თავის საწინააღმდეგოდ არის მოქმედებენ ასევე პროკურატურა გაისვის იმის პრეტენზიები ესე ვთქვათ ბოდიში თან რუსულ სიტყვაზე მაგრამ რა ვქრათ რომ სამინისტრო არ თანამშრომლობს და კრიმინალური პოლიცია კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელი არის დათო ბედია დათო ბედია რატო არ თანამშრომლობს ახლა და რატო არ ითანამშრომლებს იქ არის სამძებროს უფროსი კახა სირაძე რომელიც ახლა კადრებში ჩანს დააკვირდეთ ეს კახა სირაძე არის ის პიროვნება ბოლოს ერთი რო ყვირის ტელეფონიო და ვისაც აწვის ეგ არის ის კახა სირაძე რომელიც თავიდან ბოლომდე ამ ძიებას აყალბებდა და ამ საქმეს ახლა რანაირად იმოქმედებს კრიმინალური პოლიციის სამძებროს დეპარტამენტის უფროსი თავის წინააღმდეგ როგორ იმოქმედებს როც ბედიასთან მუშაობს ახლა მე პირადად დათო ბედიაზე არაფერი ინფორმაცია არ მაქვს და არ ფლობ და მე ტყუილ განცხადებებს არ გავაკეთებ რომ დათო ბედიას რამე კავშირი ქონდეს ჩემს საქმესთან ეს გამორიცხულია მე პირადად არ მაქვს ამის ინფორმაცია მაგრამ ვისაც უშუალოდ შეხება იმასთან მუშაობს ეს კადრები რომელიც დაგისახელეთ და არის ესეთი უამრავი ხო რომლებიც სულ ყველა იმის შემდეგ დაწინაურდა ესე იგი რა ხდება იგივე ხო როგორც მაშინ იყო წინათ რომ თვითონ ფირცხალავას ჯგუფმა და ჩაიდინეს ეს კვლელობა გაძრახ კვლელობა თვითონ კვლელება გამოიძიეს და აი ეს კვლელების ის ნაწილი დღეს მუშაობს აი მითხარით რანაირად ითანამშრომლებს ეგ ვერ ითანამშრომლებს თუ მიაწვის ინფორმაციას იმასაც მე ვფიქრობ არასწორად მიაწვის ეხლა რაც შეეხება წინა ძიება ვიცით რაც მოხდა ეს კადრები განვიხილეთ პროკურატურას და ნამდვილად სამინისტროს კრიმინალურ დეპარტამენტს შევეხეთ ეხლა მინდა შევეხო პიროვნებას ვინც ამას ხელმძღვანელობდა ირაკლი ფირცხალავას რომელიც მე ვფიქრობ რომ არც არის ღირს იმის რომ იმაზე დრო დავკარგოთ და გაკარგინოთ მაგრამ საზოგადოებამ რომ იცოდეს
თქვენ მე მგონი იხილეთ გუშინ აქ ერთ-ერთმა მაგისგან ერთ-ერთმა ესეთი ყავს უამრავი კოტე კოკაიამ გააკეთა განცხადება და საჩივარი შეიტანა პროკურატურაში, ხო? ყველა ვიხილეთ ეს, რომ ირაკლი ფირცხალავა კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსი. უკვე ამ პერიოდში ჩემს შემდეგ დააწინაურეს ქადაგიძე ჩანაცვლა, ქადაგიძე კრიმინალი გადაიყვანეს იმაში კახეთის სამხარეოს უფროსად, იმის ყაჩაღობები და ვის რაც წაართვა ემასაც საზოგადოება გაიგებს, იმიტომ რომ ღვინიაშვილმა გააყალბა მაშინ მოგეხსენებათ ვინ იყო ქალაქის პროკურორი იმ პერიოდში, ღვინიაშვილი იყო გუბერნატორად და გადაიყვანა თავის კლანი რა, ეს კვლელები და ქადაგიძე დანიშნა ირაკლი ქადაგიძე სამხარეოს უფროსად. და მის უამრავი ფაქტებია, რომელსაც საჩივრები აქვს შეტანილი და ნაწილი წერს თუ რა ქონებებს ართმევდნენ იქ ძალით ღვინიაშვილი და ეს ირაკლი ქადაგიძე. ესე იგი, ამის შემდეგ ეხლა ეს დააწინაურეს ირაკლი ფირცხალავა და გადაიყო, მაშინ მოადგილე იყო ჩემ შემთხვევაში. და წარმოიდგინეთ, კრიმინალს ვინც უნდა ებრძოლოს? იმ დეპარტამენტის უფროსი. კრიმინალებთან ერთად, არ ვიცი გუშინ დაასახელა თუ არა, მე როგორც ვიცი დაასახელა, გურჩიანთან ერთად მანქანაში სვამენ ბიზნესმენს, მიყავთ კუს ტბაზე, აყენებენ გადმოყავთ იმის ნაძვის ხესთან და ეუბნებიან ეს ნაძვი არის ნატრის ხეო. თუ შენ არ დათმობ ამ შენ ქონებას და ამ შენ წილს, მაშინო ეს ნატრი სანატრელი გაგიხდებაო. მიყავს რამხელა უსინდისო კაცია და საკუთარ ცოლს რევს ამ საქმეში კრიმინალურ მოქმედებაში და მიყავს მისი მეუღლე, რომელიც სამედიცინო ინსტიტუტში ლექციებს უკითხავს ბავშვებს, ნინო ხვიტია ქალბატონი და ნოტარიუსში და იფორმებს ართმევს ამ კაცს ამ ქონებას და აფორმებს მის მეუღლის სახელზე. აი წარმოიდგინეთ აი ესეთი სინაგლე რა, აი საკუთარი ოჯახის წევრიც კი იმ ქონების გამო ხო საკუთარი მეუღლე კაცმა გასვარა ამ საქმეში კაც. დიახ. დიახ. მოგახსენე. დიახ. თუ ვაზაგაშვილის ამდენი ფული აქვს, ჯერ აქედან დავიწყებ და ნამდვილად რაც დაასახელა მანქანები და ნამდვილად ყავს ჩემშვილს კაი მანქანა, მეც ამყავს შევიძინე ნამდვილად კაი მანქანა, მე ვთვლი რომ არის მართლა ძვირადღირებული მანქანა, რა გულითაც და რისთვისაც მე შევიძინე ეს მანქანა, რის გამო ხო? აი ესე შეეძინოს მაგას ეგეთი მანქანები. და მეორეს ეხლა აქვე გიპასუხებ. თუ ვაზაგაშვილის ამდენი ფული აქვს, თუ ვაზაგაშვილის ამდენი ქონებები ქონდა, მაშინ მისი შვილი როგორ წავიდოდა იმ ოჯახის დასაყაჩაღებლად, აგერ არის ეგრეთ წოდებული დაზარალებული სახსნა განმარტება, რომელსაც გადმოგცემთ, საცა წერს, რომ 2006 წლის აგერ აღნიშნული მაქვს რო არ იწვალოთ 6 ივნისს იწყება აქედან. კითხვაზე გიპასუხებთ, აი გადმოგცემთ მერე. 6 ივნისს მომაკითხეს შინაგან საქმეთა სამინისტროდან და წამიყვანეს სამინისტროში და დამკითხესო. აქ თქვენგან გებულობო პირველათო თუ ჩემ დასაყაჩაღებლად ვინმე მოდიოდაო. სხვათაშორის კაი კითხვა დამისვით. როცა მაშინდელ საინფორმაციო საშუალებებით აცხადებდნენ, რომ ოჯახთან იყო ჩასაფრება. თუ იმ ოჯახთან იყო ჩასაფრება, მაშინ როგორ შეიძლება 2 მაისიდან 6 ივნისამდე ვერ მიაგნო იმ დაზარებულს? აი კიდევ ერთი ტყუილი. მეორე აქვე წერს ახმედ მამედოვი, აგერ არის მისამართი დაუკავშირდით, რომელიც ცხოვრობს ხომლების ქუჩა ნომერ 3-ში
რომელიც ადასტურებს რომ მეო ვარ უმუშევარიო ამ მქონდაო ლილოჩი მაქვს ორი პატარა ჯიხურიო რომელიც გაქირებული მაქვს 200 ეს ხო ჩემი დაწერილი არ არის ეგეც ხო ეს ხო მაგათი დაკითხულია კაცო დაზარალებული რომელსაც მიხდიან ჩება 200 ლარი ასევე მაქვს სალონიო ჩემ ბინაშიო საიდანაც შემოსავალი მაქვსო 300-350 ლარი აგერ ბატონო მე გადმოგეცით ჟურნალისტებს და წაიკითხეთ და თუ ჩემშვილს მე არ უარყოფ რომ მე ვარ დიდი ბიზნესმენი მე ჩინოვნიკი არასდროს არ ყოფილი ვარ სახელმწიფო სამსახურში ერთი დღეც არ მიმუშავია მე ჩემი პატარა ბიზნესით და შრომით თუ მაქვს იმის შესაძლებლობა რომ ნამდვილად მანქანაც ვიყიდო და სხვა რამეც გავაკეთო მაშინ ჩემი შვილი ხო ჩემი ოჯახის წევრი 700 ლარიან შემოსავლიან ოჯახში როგორ უნდა წავიდეს საყაჩაღო ცაცა კაცი წერს აგერ არის გადმოგეცით თუმცაო იმ დროისთვის მე ყოველთვის ოჯახში მქონდა 2-3000 ლარიო თუ ვინმე 2-3000 ლარა ნებისმიერი არ ვიცი გინდ ყაჩაღი გინდ ქურდი წავა ხუთკაციანი ჯგუფი და საყაჩაღოთ 2000 ლარზე მაშინ ბატონო ხელები ამიწევია რა ესე იგი აქაც კიდევ დასტურდება ის აკეთებს ისეთ ინფორმაციებს რომელიც აი როგორმე ფიქრობს აი ამ კადრების შემდეგ ყველა ვიხილეთ რა მოთხოვნები ქონდათ რომელიც თქვენ ბრძანეთ რომ მეო მოვითხოვ არასამთავრობო სექტორი ჩაერიოს ჩემ საქმეშიო ხო ესე იგი აი ყველაფერი აქვს აწყვილი პიარზე აი აქვს ესეთი რომ იქით გვიტევს რა იქით გვიტევს რომ აი რაღაცნაირად საზოგადოება დააბნიო და დაბნელობა შეიტანო მაგრამ საზოგადოება იცის ყველაფერი იცის მაგათი 9 წლიანი საქმიანობა და ეს იცის აქ არის ყველაზე ის მნიშვნელოვანი როცა კოკაიას შევეხე ეს ის რომ წაართვა კაცი 6 ბინა ქონდა იმ ბინაში ბატონო ვისა კოკაია მე ვნახე როგორც არა ბიზნესმენი არ თვითონ ფერი მაგრამ კოკაია მომაკითხა მეც ფიცხალავსკანა ვარ დაქცეულიო და აგე საჩივარს დავწერეო და ესე შემდეგ ხო და აქ ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის ციტკალ ბატონო აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის რომ პოლიციის მაღალჩინოსანი კრიმინალებთან ერთად არის აი კიდევ ერთხელ დადასტურდა ხო ჩემი განცხადება რომ ფირცხალავ არის მკვლელი და არის ყაჩაღი თუ უნდა მოკლე პერიოდში ტიბისის ბანკის ინკასატორის საქმესაც წამოუწევ რამხელა თანხები აქვს იქიდან მე ადრეც შევეხე და მაგაზე დაждდება მოკლე ხანში აქ თვითონ პიროვნება და ილაპარაკებს ასევე შევეხები საბურთალო სასაფლაოზე რო ჩაცხილეს 2005 წელში აი მაგათანაც კავშირი აქვს და ზუსტად იმ საქმეში ხო აი გელა ანჯაფარიძე ეს ჯგუფი ხელმძღვანელობდა მაგას სასაფლაოზე რო ჩაცხეს და მეოთხე რა უყვეს მაგათინ ასე ტყა ეგრეთ წოდებ ბოდიში ამ სიტყვისთვის ვისაც შეაკრებინეს ეს ჯგუფი ის რა უყვეს მეოთხე რატო გააქრეს მთელი სამინისტრო გარშემორტყმული იყო და უყურებდნენ ოჯახში როგორ შედიოდნენ და როგორ აყუდეს 17 მეტრიანი კიბე რკინის და მესამე სართულზე როგორ ავიდნენ იქაც მე ვიყავი იყო ფირცხალავა და გვაზავა ხო და მაგრამ დანაშაული მოხდებოდა მაგრამ რატო არ მივიდნენ ფაქტია შეიძლება ოჯახი ამოეწვიდათ იმ შემთხვევაში არა შეუშვეს ოჯახში გაამწარეს ოჯახი და გამოვყავთ მეოთხეს მალავენ და იმ სამს ცხილავენ აი ყველგან ქონდათ ესეთი ბინძური საქმეები შეთითქმილი რა და აწყობდა და აჩვენებდნენ ხალხს რომ კრიმინალებს ებრძოდნენ სხვათა შორის მაგ საქმეზე ხო მაგ საქმეზე მალე წამოიწევა კიდევ და საზოგადოება გაიგებს სიმართლეს ასევე მინდა დავასახელო აი ეს გვარები აი თუ გინდა რომ 10 გამომძიებელი ხელმძღვანელობდა ამას მე მინდა მიმართოთ მაგათ როგორ უყურებენ შვილებს რა თვალებში გრიგოლ კვინიკაძემ სავარაუდოდ ამათი გამომძიებელი და რომელიღაცას მოწოდებულია ეს კადრები რა მერაბ არობელიძეს თედო შონია ზვიად სულავა ზაზა ბებია თამთა პაპუაშვილი ზურაბ ქემაშვილი გიორგი ჭანტურიას დავით ნატრიაშვილსა და შავლად იქაფაძეს აემათ მინდა მივმართო გამოვიდნენ და თქვა სიმართლე რა სიმართლე რომ ფარდა ეხადოს ამ ყველაფერს სიმართლე თქვან და იმ ნამდვილად ამას უამრავი საქმე ეს წამოუწევთ ნამდვილად უნდა გაიგოს საზოგადოება თუ ვინ იყვნენ
შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ის დამნაშავე პირები, რომლებიც დღემდე შემორჩენილია ბევრი და ასევე პროკურატურაში სხვანაირად ამ ორ სისტემას ვერ დავალაგებთ. აი ავიღოთ, მოგახსენებთ იმ ჯგუფსაც, რომლებმაც 2 დღის წინ წინადღისით შეცდომით შეეშალათ მანქანა და რუსთავში მანდილოსანი და ძღოლი როგორ ეს რომ მანქანა გადავარდა და სახურავის ლუქიდან ამოიყვანეს. აი მას ხელმძღვანელობდა გელა ანჯაფარიძე. თვითონ და სამარღანის შვილები იყვნენ, სართანა იყო, ბუზალაძე იყო და სურმავა. საცა აი შემთხვევით გადარჩნენ რა, შემთხვევით გადარჩნენ და თქვენ მაშინ რატო შეთითხნეს ამ საქმეში, რას მალავენ, ვის ეხება, რომელ მაღალ ჩინოსნებს, რომ რატო ჩაცხრილეს ეს ბიჭები ზურავაზაგაშვილი, ხუბულოვი, რას ერჩოდნენ? თქვენ სიმართლე. მაშინ რა უნდათ მაშინ რუსთავში ამის მაგერ ამაქანის ჩაცხრილვას? ვინ იყვნენ ეს ბიჭები? რა უნდათ? აი მაგრამ აი სიმართლეს ვეძებთ ჩვენ. და გამოვიდნენ და ილაპარაკონ ეს სიმართლე. საზოგადო მე კი არა, საზოგადოებას საინტერესებს, ხო? რატომ იური კადრებში დაუბრუნდეთ? იმ კადრებში ჩანს რომ მანქანაში იყო იარაღი. ეს იარაღი თქვენ როგორ თქვენი პოზიცია რო დააფიქსიროთ, ეს იარაღი ეკუთვნოდათ ზურას და ხუბულოს? სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. ჩემშვილს არასდროს იარაღი არ ქონია და არასდროს არ შემინიშნებს. რაც შეეხება მაგ კადრებს. თქვენგან დამოუკიდებლად რო ქონოდათ გამორიცხული. არ არსებობს და კიდევ ერთ მოგახსენებთ. მანდრო იარაღი ყოფილიყო. მოვიდოდნენ, როცა მუშაობდნენ უკვე კრიმინალისტები და ის მანქანა რო დაამუშავეს ბოლომდე, მაშინ კი არ მოიღებდნენ იმ იარაღებს, ხო? ჯერ იარაღებს ამოიღებდნენ, ამ საწყალ ბიჭებს გადაასვენებდნენ მორგში და მერე დაიწყებდნენ კრიმინალურ მოქმედებებს. ეს არის დაახლოებით ეს კადრები, რომლებიც ვიხილეთ, საქმიდან სულ ცოტა 51 საათი შეიძლება მეტის დროის დახვეტიდან იმის შემდეგ. ეხლა მე სვამ კითხვას. თვითონ იმათ უსვამ კითხვას. მე დარწმუნებულია რომ ამ გადაცემებს მოისმენა. თქვენდალო თუ მანქანაში იარაღი იყო. თუ მანქანაში იარაღი იყო. ფუთურიძე რო გადმოვარდა მანქანიდან, რო გადმოიყვანეს და უვარდება იარაღი. უკანა სიდანიაზე დევს იარაღი. ხუბულოს აქვს 2 იარაღი, ზურას აქვს იარაღი, ხო? რატო თავში არ და ეს თავში თავიდანვე რატო არ გადაიღეს და არ გვაჩვენეს? ეს არის მერე მოწყობილი კადრები, ეს არის მერე დადგმული სპექტაკლი, თორე საათზე მეტი გასული დროის შემდეგ, როცა კრიმინალისტებს დამუშავებული აქვს მანქანას ეთყობა თვითონ კადრებში, ხო? რომ მარჯვენა კარი როგორ არის შემოხაზული, ხო? და დროშებია გარჭობილი, ხო? ნატყვიარებზე, ხო? მაშინ მე მგონი დამეთანხმება ყველა რომ მოდიან ჯერ მანქანაში ჩრეკას ატარებენ, ხო? შიგით რა ხდება? მიცვალებულები გადმოყავთ, ხო? და მერე ამუშავებენ ამ მანქანას. არ მეთანხმება, მითხარ ხო? მე რა ვიცი, შეიძლება მე ვწდები კანონებში. დიახ. ორივე. აი მოგახსენებთ ამაზე ინფორმაციას, რა ჩემი ინფორმაციას, ხომ? თუ კი ბატონო. თუ მანდ იყო იარაღები და გამოიძახეს ესენი და მერე და აი ამას იმიტომ ამთხოვენ ამ დროს, ვითომ კრიმინალისტებს თავიდანვე იმ წუთშივე კრიმინალისტებს რა უნდათ იქ? კრიმინალისტები თან დაყავთ? ექსპერტები დაყავთ თან საერთოდ ასეთ ღონისძიებაზე რომ ესე იგი ეგ კიდევ ერთი იმის მინიშნებელია რომ ეს თავიდანვე იყო დაგეგმილი რომ
ბიჭები უნდა ჩაეცხილათ, ჩვენ არაერთი მოწვე ყავს, როცა მიდიოდნენ 5 დღის წინ და იმ ადგილებს ათვალიერებდნენ. და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ეს არის განზრახ-მკვლელობა. არის მის თვითმკვლელებიც კედრის მხარედან როგორ მივიდა პიროვნება, რომელი პიროვნებასაც დაახლოებით ადებს ცააძეს ხელს სურათით, რომ როგორ მივიდა და ზურას როგორ ქონდა ხელები აწეული და იქიდან დაჯახების შემდეგ სამივე ცოცხალი იყო და გვერდიდან ესვრის ამის თვითმკვლელიც არსებობს, რომ კიდევ ქალბატონი ხაინდრავა სახალხო დამცველის თანამშრომელი რომ გავიარეთო მე რამდენიმე ხნის შემდეგ კიდევ გავიგონე გასროლის ხმაო. ესევე არის თვითმკვლელი, რომელიც იძახის გავიგონე 3 გასროლის ხმაო, ხო? ესე იგი ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბიჭებზე განხორციელდა საკონტროლო გასროლები და იყვნენ დაჯახების შემდეგ ცოცხლები. ესეთი დაჯახების შემდეგ ყველა ვიხილეთ, ხო? იარაღებიც რო გქონოდათ, გასროლის თავი ვის ეკნებოდა, ხო? მანქანა რა მდგომარეობაში ხო დავინახეთ რა ყველა ვიხილეთ ეგ კადრები. არ ვიცი თქვენ სრული ვერსია ნახეთ თუ არა, მან დაჩვენეს მოკლე ეხლანდელი ამის სრული ვერსია ნახეთ 41 წუთი. ხო 41 წუთიანია. და მანქანის გარშემო და იქაც კიდევ დასტურდება უკანა საქარე რომ მთლიანია და მერე მოხდა ამის ჩამსხვრევა. ბატონო და მინდა კითხოთ ასევე ეს კადრები თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ საიდან გავრცელდა ვის ქონდა ამდენი წელი რომელი კადრები აი ეს კადრები ახალი კადრები მე რა ინფორმაციაც მაქვს ეს კადრები თუ ქონდა თქვენ ანახი მანამდე ეს კადრები არა მე პირადად და წლების წინ რომ ეს კადრები ყოფილიყო მე მგონი ტელევიზიები ამას ხელიდან არ გაუშვებდნენ და ამ კადრებს გააშუქებდნენ, მაგრამ მე ეს კადრები ვნახე პირველად. ეს კადრები თუ მე ვფიქრობ რომ ამ კადრებში არის ერთადერთი ის რეალობა რაც მოხდა და ეს კადრები კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ იარაღები ჩაუწყეს და შიგიდან არანაირი სროლას ადგილი არ ქონია და ეს კადრები იწყება დაახლოებით 1 საათის, შეიძლება საათზე მეტი დროც იყო, იმიტომ რომ იქ აღარ არის ფუთურიძე, რომელიც 9 საათი მიწაზე ეგდოს, უცოტა მერე ხდება ამათი გამოძიება, იქ არ არის იმ შემთხვევაში, ეხლა რომ მოიყვანო იმ კადრებში, იმასაც იხილავ თქვენ ახლო, იქიდან თავიანთ მანქანაზე ეს საათის შემდეგ და საათზე მეტი გავიდა, იმის შემდეგ აჩვენებენ ამ კადრებს. წინა კადრები სულ ყველა იყო მონტაჟი. ამ კადრებში მონტაჟი არის იარაღების ჩაწყობა. ეხლა გამიგეთ რა მამის პოზიციიდან თუ ლაპარაკობდე უსინდისო კაცი ვიყო გეფიცებით რა. აი ვინ დავიფიცო რა. მაგრამ როგორ შეიძლება საათ ნახევრის შემდეგ აჩვენო ის და მერე მოხდეს იარაღის ამოღება რა. მაშინვე უნდა ხომ მომხდარიყო ეს. აი ამ კადრებში ჩანს დააკვირდი ერთ მომენტს მერე ქალბატონი მიდის და ზურას რო უჭყიკავს ჯიბეებს ხო? ხო და აქ შიგნით და იმის შემდეგ მერე იღებენ ამხელა სუნკა დაბლა და მერე იღებენ კიდევ დამატებით იარაღს. მე არ ვადებ იმ ქალბატონ ხელს, მაგრამ ეგრე არ ხდება რა ადგილის დათვალიერება და მანქანიდან იმის აგერ თქვენ ბძანეთ რომ ჩახედული ხართ ამ საქმეში და ჟურნალისტები მე მგონი არანაკლებად ხართ გამოძიებლებზე ბოდიში ეს იმით გამიგეთ რა რომ ყველა საქმეში გარკვეული ხართ და შეხებები გაქვთ ხო? გიპასუხებ მე წეღა მოკლედ შევეხე გიპასუხებ მოკლედ შევეხე იმათ ამდენი წლის შემდეგ გამოჩნდა ბუტაზე მერე კადრები აქ დამატებით დაამატეს წინა კადრები პოლიციელები როგორ საშინლად იქცევიან და როგორ ექცევიან და დაჭრილ ბავშვს გამოდის რომ ეს განზრახ მოკლეს ბუტაროვაკიძე კიდევ თავიდან ხო უმოწყალოდ უსამართლო თესროლეს ბავშვს ხო მერე ამდენი ხანი მიწაზეა დაჭრილი ნუ თუ მაგათ აი როგორ დავიჯერო ეხლა რომ მაგათ შვილები უყვართ და აი მე მაგათ შვილების მაგი რომ ცხენია მე მაგალითად მე რომ ეგეთი მამა ვიყო ჩემი შვილმა საერთოდ არ დამელაპარაკოს და არ გამეკაროს რა და დაჭრილი ბავშვს უყურებენ 19 წელი ბავშვი როგორ კვდება დაჭრილი კაცო და ამას უყურებენ იმის გამო რომ სცენარი დადგან და მე გაიმართლონ თავი ხო ამას საათზე მეტია დაგდებული დაჭრილი ხო შეიძლება ეგ ბავშვი გადარჩენილი ხო და საწყალი ბავშვი ხო ჩანს როგორ სუნთქავს და ეს თავიდან იმიტომ აჩვენეს რომ მე ეს საზოგადოება დაიჯეროს იგივე სცენარია ჩვენთან იგივე სცენარით მოქმედებდნენ ყველგან
ხომ არ ფიქრობთ რომ ეს კადრები ერთი და იგივე პიროვნების გავრცელებულია? მე ვფიქრობ მიახლოებით ვიცი ეს კადრები ის ფიცხალავან წარმოადგინა, მაგრამ საიდან წარმოადგინა? მე იქ როგორც იქ ხო შეიძლება თავიდანვე რომ მიდიოდა ძიება ბუტარობაქიძის ამბავზე, მაშინ ეჩვენებინათ ეს კადრები, კაცო. აქვე ზურას ამბავზე ხო მე-7 წელია გადის ეხლა ხო? აქამდე ეჩვენებინათ, კაცო, რატო არ აჩვენეს აქამდე ეს კადრები რა? თუ ის დაჭილი და დაჩეხილებს აჩვენებენ და ეპარებათ ხან მირბიან და კარებს აღებენ ზურას უკანა იმის და ფუთურიძე რო გადმოყავთ და ერთ თუ შეამჩნიეთ თქვენ თუ დააკვირდეთ ერთ პერიოდში აღებენ და გადმოყავთ ესე ხელებაწეული, მეორე პერიოდში მირბიან აღებენ და უკანა სიდენიეთ არელია და ზატო იარაღს აჩვენებენ რომ იარაღი დებს. ეს არის ყველაფერი დაჩეხილი შეთითქმული. მე გეფიცები რა, აი საკუთარი შვილები როგორ უყურებენ. აი ახლა ამათ აქვს მთელი სამინისტრო იყო კლანური. მე არ მინდა საერთოდ მიჭირს ოჯახს რომ შევეხო და შვილებს შევეხო რა. მაგრამ ჩემზე რომ ესეთ განცხადებებს აკეთებს და ჩემს შვილზე რომ აი ესეთ რო კრიმინალი და ესეთი საშინელი საქმეები ჩადიოდა. ეხლა მინდა შევეხო მისვე გაკეთებულ განცხადებას. ჩვენ ყველავთვის მე ადრე გავაკეთე განცხადება და ამის ჩამოწერილი მაქვს და ოჯახური კლანი როგორი აქვს. მამა წლების მანძილზე მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ფინანსებს განაგებდა. ეხლა შვილიშვილს ჩააბარა და არ მჯეროდა ამის რომ შვილიშვილს ჩააბარა და აგერ ფიცხალავ თვითონ გააკეთა რომ ჩემი შვილი მუშაობსო 21 წლის ბიჭი ფიცხალავ რა იცოდა რომ ეს ვიცოდი რომ მამა სად მუშაობდა მაგის ხო არ იცოდა ეს ინფორმაცია ჩემი შვილი 21 წლის ბაჭი რომ მიმართა რომ გააკეთა რა თუ რამე შეეხებაო ვაზაგაშვილს ვაბრალიო მე მგონი ყველას მოსმენილი გაქვთ ეგ განცხადება ხო და როცა ესე იგი ბაბუამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ფინანსური განყოფილება შვილიშვილს გადააბარა ვერ გავიგე რა ხდება 21 წლის ბიჭი მისი შვილი მისმივე გაკეთებულ განცხადებაში ყველა მოვისმინეთ რომ მუშაობს შინაგანთა საქმეთა სამინისტროს ფინანსურ განყოფილებაში შეწყიდვებში ხო გააკეთე ესე იგი ბაბუამ გადააბარა ხო რა მონოპოლიური ის არის სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროს და ასე მინდა გითხოთ ნებისმიერი კითხვა და მისთვის ძალიან გთხოვთ არ მომერიდოთ როგორი მწარე და მყინევლიც არ უნდა იყოს თქვენ ზოგადად რამდენად სწორად მიგაჩნიათ აი ესეთი კადრების გავრცელება მედიასაში ჩვენ ნახოთ ბუტარობაქიძის კადრები როდესაც გავრცელდა პირველად რუსთავი ორმა როდესაც გავრცელა საზოგადოების უკმაყოფილება მოყვა და რაღაც საპროტესტო აქციაც კი გაიმართა რუსთავი ორთან და ამ შემთხვევაში იგივე ობიექტივის მიერ გავრცელებულ კადრებს არანაკლებ ძიმე კადრებს პროტესტი არ მოყოლია მათ შორის არც თქვენი მხრიდან რატომ იმ შემთხვევაში თუ რუსთავი ორის მიერ გავრცელებულ კადრები საზოგადოებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა რატომ არ აღმოჩნდა ასევე მიუღებელი არანაკლები სიმძიმის კადრები რომელიც ობიექტივმა გავრცელდა მოგახსენებთ ამაში მე მგონი პრაიმ ტაიმის ამ გადაცემის წავყვანები და თუ მეპატრონე ტელევიზია დამეთანხმება რომ მე ეგ კადრები რომ ნახე გუშინ წინ საღამოთი იმის შემდეგ აი ახლა ავდექი და გამოვედი სახლიდან. გუშინ იყო უამრავი ხალხი, ასევე აქვე მინდა ბოდიში მოუხადო იმას მაესტროს, რომ გუშინ უამრავი ჟურნალისტი იყო მოსული და უნდათ ის, მაგრამ ვერ შევძელი, ვერ გამოვედი სახლიდან. და ბოდიშუხტი იმ ჟურნალისტებს, რომელსაც გუშინ ინტერვიუ ვერ მივეცი. და ამიტომ იყო უამრავი ხალხი გუშინ მოსული ჩვენთან ჯაზუში და უამრავი ვის კი არა იმ სულ 3 ადამიანის მიღება შევძელი რა დანარჩენები იჯდნენ ოფისში იყო ტრიალი და ამიტომ ჩემი ის არის რა პირადად რომ არ მოყვა ამას ესეთი რეაქცია და რო არ გააპროტესტეს ამ კადრების გაშვება რა გაიხარეთ დიდი მადლობა თქვენს ყველას